დამოკიდებულება უფრო დიდი პრობლემაა თუ სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმები. მე მგონია რომ ეგ ორი პრობლემა ერთმანეთს დამოკიდებულებაში გულისხმობთ ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას ხო თუ კი. ხო მე მგონია რომ ეგ ორი პრობლემა ერთმანეთს აძლიერებს ხო რა თქმა უნდა ნებისმიერ ნივთიერებაზე ამ შემთხვევაში ნარკოტიკულ საშუალებაზე დამოკიდებულება ადამიანს უქმნის პრობლემებს მის ცხოვრების ხარისხის ცხოვრების დონეზე რა თქმა უნდა შეიძლება ახდენდეს უარყოფით გავლენას მაგრამ ძალიან ხშირად ზიანი რაც მოაქვს არასწორ სადამსჯელო პოლიტიკას ბევრად აღემატება უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებით გამოწვეულ ზიანს. ხო, იმიტომ რომ ნარკოტიკების მოხმარებით თუ კი ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, ამის გამო როდესაც იჭება ადამიანი და მას პირობითად საპატიმროს ასჯელიან, სუყე ჯარიმები ეკისრება, ეს ზიანი არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ადამიანით, ხო, მის ვრცელდება უკვე მის გარემოცვალზე, ოჯახზე, მშობლებზე, ბავშვებზე, ოჯახის წევრებზე და ასე შემდეგ. ამიტომაც ხო, ეს პოლიტიკა ალბათ უფრო მეტად დამაზიანებელია ვიდრე თავად ნარკოტიკების მოხმარება.